თუშეთი. საქართველოში ყველაზე მიუვალი, მაგრამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი მხარე, რომელიც გულგრილს არავის არ ტოვებს. ამ ვიდეოში დავათვალიერებთ უძველეს სოფლებს. აღმოვაჩენთ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ შთამბეჭდავ ადგილებს. გავიგებთ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის ხმები, რაც თუშეთის გზებზე არსებობს. და შევეცდები ზუსტად დაგანახოთ ის, თუ როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა. საუკუნიდან პირველად 1000-ში ცნობილი იყო თუშეთი და აქამდე დაგაგრიანდა. ასე რომ, თუ გინდა ნახოს საქართველოს ისეთი, როგორიც სხვაგან არ გინახავს, ეს ვიდეო ზუსტად შენთვისაა. თუმცა, ერთი რამ კი უნდა იცოდე. თუშეთში მოგზაურობას მარტივი გზებით არ ვაპირებ. არამედ მეგობრებო, როგორც იცით, გადავწყვიტე წავსულიყავი საქართველოში ყველაზე საშიშ გზაზე ავტოსტოპით. თუშეთში. დიახ, არ მოგესმათ. გეგმა ასეთი იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში მე შემეძლო გადავაადგილებულიყავი მხოლოდ და მხოლოდ ავტოსტოპით ან ფეხით. მაგრამ როგორ ვაპირებდი ამის გაკეთებას წარმოდგენა არ მქონდა. არც ის ვიცოდი საერთოდ შევძლებდი თუ არა ამ ყველაფერს. თუმცა საბედნიეროდ ამ მოგზაურობაში მარტო არ ყოფილვარ. ჩემს გვერდით იყო ჩემი ერთგული მეგობარი და კამერამენი გიორგი. სოფელ შენაქოში მივდიოდი. არ მომწონს შეჩა. ესე იღებს სულ აქ მე ყველა ვა. ახლა კი, სანამ თუშეთის დათვალიერებას დავიწყებდეთ, მოდი დავაბრუნდეთ უკან და ვნახოთ როგორ ჩამოვედი დანიშნულების ადგილამდე. ჩვენი დღევანდელი გეგმა ასეთია. თბილისის გზატკეცილიდან უნდა წავიდეთ ახმეტაში, ახმეტიდან მივდივართ ერთ-ერთ სოფელში, რომლის სახელიც არ მახსოვს და შემდეგ მივდივართ უკვე თუშეთში. ეს ყველაფერი ავტოსტოპით, პლუს ამას ემატება ის, რომ ჩამეძინა. გამარჯობა. გააცდით კი. საკმაოდ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, რაც თბილისს ნამდვილად არ ეკადრება, გადავწყვიტე საქმეს სერიოზულად მოვკიდებოდი. თბილისიდან წამოსვლა ესე არ გამჭირვებია. დაახლოებით 1 საათი ვიდექით კახეთის გზატკეცილზე. მაგრამ როგორც იქნა მოვიდა პირველი მანქანა, მადლობა ძალიან დიდი. მივდივართ ახლა საგარეჯომდე, მე წავალთ ახმეტამდე, მაგრამ საიდან სად არის არ ვიცი. გზაში გავიდეთ. სოფელ უჯარმამდე უკვე ჩამოვედით, ვაგრძელებთ ახლა. შესვენებად შოთისპური, კახეთი და შოთისპური. Hello. სადღაც შუა კახეთში. ესეც სოფელი გომბორი მეგობრებო, უკვე საკმაოდ შორსვართ იმისთვის, რომ უკან დავბრუნდეთ. იქნებ გაგუჩეროს მანქანა, მაგრამ არ გვიჩეროს. მოკლედ, ბევრი ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, დაახლოებით 5 მანქანა გავიარეთ და გაგვიჩერეს. მოდივარ. იო, ჩავა. მეჩმეპარებ, შეიძლება გზაში დარჩენა მოგვიწევს. არა და რა კარგი იყო წინა ვიდეოში, ლაქშერული სასტუმრო და იქ რესტორანი. I believe I can fly. იო, ხო არ გეშინია, ძმა, ხო დამოვყვები კიდე. დაახლოებით 5-6 მანქანის გამოცვლის შემდეგ, როგორც იქნა აბანოს უღელტეხილს მოვადექით. მაგრამ აქ ისეთი რამ დაგხვდა, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. აი მეგობრებო, სულ ცოტა ხანში ამათთან ერთად მოგვიწევს მგზავრობა. შემდეგი გაჩერება თუშეთი. ჩვენი დაძაღლების კოლაბორაციას ამ ვიდეოში კვლავ ვიხილავთ. მანამდე კი გამოიწერეთ ჩემი არხი და დატკბით ამ სახიფათო, მაგრამ ამავდროულად ულამაზესი ხედებით. მეგობრებო, გადმოვკვეთეთ აბანოს უღელტეხილი, თითქმის უკვე ადგილზე ვართ, ომალომდე დაგვრჩა სულ რაღაც არ ვიცი რამდენი ხანი, მაგრამ ბევრი აღარ დაგვრჩა. ძალიან საინტერესო ავტოსტოპი გამოგვივიდა, ძალიან ბევრი მანქანა გამოვიარეთ და ბოლო ძალიან საყვარლობა იყო ძაღლებთან გავერთეთ გზაში. ხედებს რაც შეეხება მართლა ძალიან ლამაზია, რაც ჩანდა ინტერნეტში, ბევრად ლამაზია, როცა აი შენ თვალით უყურებ და
ამ ხელამთებს რო უყურებ, თავი გონია რაღაცა. აბანოს უღელტეხილიდან სოფელ ომალომდე დიდი მანძილი აღარ იყო დარჩენილი. გზას რაც შეეხება, სულაც არ ყოფილა ისეთი რთული, როგორცაც ამბობენ. წინა წლებთან შედარებით ახლა ბევრად გამარტივებულია მოძრაობა. თუმცა, სიმარტივის მიუხედავად აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება. რაშიც გამოიხატება დაკვირვებულობა, ხიზელ მდგომარეობაში მართვა და გამართული მანქანა. ეს არის და ეს. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით, ახლა ვართ სოფელ ომალოში და კარავი უნდა გავშალოთ პირველად. არ ვიცით როგორ უნდა, მაგრამ ცოტა არ იყოს ქარია. Okay, how to გაშლა კარავ. დღევანდელი ვიდეოს მხარდამჭერი კომპანია Valhalla Georgia, რომელმაც ეს უმშვენიერესი კარავი და კიდევ ლაშქრობისთვის სხვა დამატებით აქსესუარები გადმოგცა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის. მისამართებს რა თქმა უნდა აღწერაში დავწერ. შეგიძლიათ ესტუმროთ, საკმაოდ ხარისხიანი და კარგი პროდუქცია აქვთ. ეს სოფელი ომალოა. მისი ადგილმდებარეობის გამო მას ხშირად თუშეთის გულსაც უწოდებენ. სოფელს ზემოდან ქესალოს ციხე გადმოჰყურებს, რომელსაც ძველად ძირითადად თავდაცვითი საშუალება ჰქონდა. მოკლედ სოფელ ომალოში მდებარეობს ასეთი ციხე, ქესალოს ციხე ქვია. საკმაოდ ავთენტური ნაგებობებია შემორჩენილი. ბევრ კოშკში შეგიძლიათ შეხვიდეთ და მოინახულოთ კიდეთ როგორც გამოიყურება. ნუ ზოგიერთი დაკეტილია, ზოგიერთი დანგრეულიც არის. აგერ ავაშენე კოშკი. კლდესავით მაგარია. კლდესავით მაგარი იყო. ყველაზე მაგარი ჩემი იყო რა ახლა. ამას თუ არ ჩავთვლით. არ ვიცი ესეთი პატარა კარებები რატომ აქვს, ალბათ საომარი დანიშნულება ქონდა მტერისგან რომ თავი დაეცოთ, მაგრამ აქ შებალახლა. მე და გაჩვენებთ რა ხდება. ასე გამოიყურება კოშკები შიგნიდან, რამდენიმეა შემორჩენილი, რომელშიც შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნახოთ. დიდად რო გიხართ საინტერესოა თქო, რა ვიცი, მე დიდად ვერ ვისიამოვნე, იმიტომ რომ დანგრეულია, ნუ შეიძლება ვისაც მოგწონთ რაღაცა ძველი კულტურის გაცნობა და ასე შემდეგ. ალბათ პირველ სართულზე ბოსელი იყო, მეორე სართულზე თვითონ ცხოვრობდნენ. აგერ შეშაა წვადი რამე შეიწოდა. ქესალოს ციხიდან სოფლის დათვალიერებას შეუდექით. სახლები ძირითადად ძველი ქვით იყო ნაშენები, რომლებსაც მზის პანელების სახით თანამედროვე იერსახით დაჰკრავდა. ასევე იყო ძალიან ბევრი სასტუმრო და 1-2 მაღაზიაც, სადაც შეგეძლო გეყიდა ჩაი და სხვადასხვა თუშური აქსესუარები. რა ქვია შენ? ავთო. მე საიდან მიცნობ? TikTok-იდან და YouTube-იდან. ეგ რა გიჭირავს ხელში? დრონია. სად დაითრი? ჩემი მშობლები იყვნენ დაბადების დღე მქონდა და ჩამომიტანეს. მიდიება გავუშვი. და მე ესე რომ დააგდე წეღანძის, არა უშავს? ის არა უშავს, უძლებს. მიდიება. მე ჩემზე კაი დრონია ვადო. მიდი იქით გავუშვი ციხისკენ. ჩემი ოცნებაა რომ დიდი 3000 ლარიანი და რაღაცა დრონები რო არის, ეგენი მყავდეს. კვადროკი მყავს 4000 ლარიანი, მაგრამ ეს ენა ჩემი. მოდი ხა მე უნდა გასწავლო შენ 4000 ლარიანი დრონის მართვა. მინდა? მინდა. დავაი. ამბობ ხარ? კი. Take off. Okay. Home point update. ეს წინ წასვლა, წინ წასვლა, უკან წამოსვლა. გვერდზე წასვლები კიდე. გვერდზე, ანუ იცი ყველაფერი რა. დიაბა ხა მე განდობ შენ ამას. და ნელაქენი. აქ დაჟე. ოჩა, კარგად გამოგდის, კაია. მოდი თან გადავიღოთ ვიდეო, გინა? გავუშვი? გავუშველი ამას. ამას დააწყები. სიოიტეს. და ამ ვიდეოს ჩავსავ YouTube-ში. შენ გადაღებულ, ავთოს გადაღებულ კადრს. კესელოამდე კესელობებიდან მივა ახლა. მივა, მაგრამ მან თლად არ გინდა, იმიტომ რომ გვიჯდება და უკანაც უნდა წამოვიყვანო. მოვატრიალოთ მაშინ ახლა. Home point update. Landing. რამე ხوار გინდა ჩვენს მაყურებელს რა უთხრა? გამოიწერეთ ლუკას არხი. დაუჯერ, მე თვითონ მიჯერ, ამას მაინც დაუჯერ. კარგად იყავ. სოფლიდან გამოსვლისას ეს ბავშვები წამომეწივნენ და ფოტოს გადაღება მთხოვეს. უბრალოდ სიტყვებით ვერ აღწერ, როგორ მაბედნიერებს და მახარებს მათი ასეთი დამოკიდებულება. ასე რომ, სადმე თუ შეგხვდებით, არ მოგერიდოთ ჩემთან მოსვლა და ფოტოს გადაღება, ან რაიმე სახის თხოვნა. პირიქით ეს მე ძალიან მაბედნიერებს. რა უნდა უთხრათ მაყურებელს? რა უნდა გააკეთო? აუ მეგობრებო, მოკლედ მივდიოდით შენაქოში, სოფელ შენაქოში და გამოიერე ერთმა მანქანამ.
მეთქი მანდეთ ხო ის ტბა არის თქო 18 კილომეტრში რო აქედან ხო მეთქი გამოკვებით თქო რა ჩამოგვცეხა აქ და 6 კილომეტრი უნდა ვიაროთ ზევით ამინდი იცლება ღრუბლები გადმოვიდა და წამოტკინდა მე მაინც მივალი იმ ტბაზე და უნდა ვიბანაო და 6 კილომეტრს ამხელა ბარგით ვინავა კამერამენი მე ცოცხალი აღარ არის ავტოსტოპზე ძაღლმა შეჭამა თელ დღე დავათე ვიქით კარავში გაიყინა ახლა 6 კილომეტრი ჩანთავ კიდე პერას შეჭამ. არანაირი პერას საღამოთი დავჭამოთ მა ახლა 2 წუთი ჩtildeში გავჩერდით მაგრამ რაღაცა დაგვერქვა რა ვიცი აი როგორც მუმლი მუხასა ეხველო ისე მეხავა ბუზი მეო ავატა რაც ყველაზე მთავარია აქ ბინადრობს დათვი გზაში დათვი ვარ შეხვდეთ იმღერეთო და მარგალიტები ლალი და ალმასი მარგალიტები ლალი და ალმასი ასე ჩანთა არ გექნება მოგიწევს პარკი აცრა მთელი ხუშეთი დაგვასპოს. მიუმართა ჩარტის კომპანია არ მითხრას რომ ბევრი სპონსორი ხონ არ მინდა დაიკიდეთ ვიბლი ესე საწყალად პარკით ნიშნებით არის რაც თავარია ამის ცნობა მე არ ვიცი მაგრამ არის ესე იგი სწორ გზას ვადგავართ გიო ხო არ დაიღალე არა ხო ხა ჩემი ერთგული კამერამენი Forever and ხო ყველგან გამოვყვები everywhere. I love you bro. But please now go. ყველაფერთან ერთად გაწვინდა ტბაზე მივდივართ და გაწვინდა მაინც ჩავალ ტბაში დავიღალეთ თავი რას მიგა შეიძლება ეს ვიდეო საუკეთესო არ გამომივიდეს მაგრამ ეს იქნება ნამდვილი და გულწრფელი ვიდეო მაგრამ ფაქტის სახეზია ავტოსტოპით და კარვით შევძელით და ჯერ ნახევარ თვეში მოვიარეთ დანარჩენს ხვალ ვიზავთ ეხლა მთავარია ტბასთან მივიდეთ ჩვენ გვინდა გამოჩნდეს ბუნჩულად დათვი და ერთი დაგვიღრიალოს და მე წავიდეს რა ვიდეოსთვის მაგარი იყოს Concrete content creators ნიდები თაში ნეტა დათვი გამოჩნდეს. დაახლოებით 6 საათიანი სიარულის შემდეგ როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს. დანარჩენი კი თქვენ შეაფასეთ ღირდა თუ არა ამდენი სიარული ამ ადგილის სანახავად. ტბასთან მისულებმა გადავწყვიტეთ კარავი გაგვეშალა და საჭმელი გვეჭამა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდით. აუ რა კადრია. გაგვეხადა არ ვიმჩნევთ. მე მგონი შემდეგი ჩვენ შევჭამენ. თვალებს არ უყურო, თვალებს არ უყურო. გადავუყარე. მიდი გადავუყარე. მე ცხოვრეთ ახალოს მოყრი ბიჭო. ვაი მე დაუძახონ რა. მოგეშ შორს გადაყარე. მე გადავდ კონტეინერი. მოგეშინია. აღარა всё. პაპუ? აღარ არის. ანუ 4 მეცხოვრე ძაღლი დაგვადგა და მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი კარავი რომელიც ვალჰალა ჯორჯიამ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის მოგცა არა მარტო კარავი ფანარი დასაწოლი ტენტი და ასე შემდეგ რითიც ძალიან დიდი მადლობა მათ ორი ფილიალი აქვთ ჭავჭავაძეზე და მეორე ავლაბარში მისამართები იქნება აღწერაში მიმართეთ ძალიან კარგი კომპანია მართლა ხარისხიანი პროდუქტი აქვთ და შეგიძლიათ საიტის გადახვიდეთ ნახოთ და ასე შემდეგ არა ახლა ამ ძაღლებს რა უყოთ ანუ ჯერს ვარაფერი ქონდა ყველაფერი შეგვიჭამეს რა არის ხოლმე რა უნდა ჭამოთ ხოლმე ძმა ჩორდა აი პაპი შეხერა რაში ამო ცოტა საჭმელი ჩვენ ცოტა გვიტოვოთ არა უკაცრავად მეცხვარებ სადაკავთ პატრონი დაუძახეთ რა წათით რა გვანებეთ თავი წათით ნახე კატლეტები პური ისო პატრიშნის ხიზილა რა ხო არ გინდათ ჭურჭელა რა გვაქიდე რავი პერაჭკი გვაქვს ხახვიანი გიო რა ახლა არ გაიხედო ნელა
ფაფუ ყველაზე ექსტრემალური გადავიღე. არა და თუშეთის გადასაღებად ყველაზე ექსტრემალური საჭმელი ჭამა არის ჩემი ფერწყოლებაში. თანიჯვავს აი. პრიამოზე გადი. წყალი გაგვითავდა და მე სხვა ძაღლებს გამოვეპარეთ რომ აგვესვამ მეტი გზა არ გქონდა და ეხლა იგი დგანან გვიყევავენ და იმედია ბოლო წყლის დალევა არ იქნება. ცხოვრებაში ესეთი წყალი თუ არ დაგილევიათ ჩათვალეთ თუ არ გიცხოვრია. თქვენ გაგიმარჯვა. 1 გრადუსი. რაღაც ხურ გამოჩნდა. ამ ცხოვრება გამოჩნდა. თელი ღამე ესე ეფავენ ერთებს. ნახოთ ერთი. იო, ცოცხალი ხარ. გადავჭი. კარგად გამოიყურე, ხო აქციო. ძერც ხეუდა მოუწისკო. იგივე გაქცე. ვინაიდან და რადგანაც გუშინ ვერ მოვახერხეთ ბანაობა, იმიტომ რომ მომოვედით ძალიან ციო და დღეს გადავწყვეტ რომ შევიდეს. ახლა არის დილის 9 საათი, პალი როგორია ნახოთ აბა. ავომყევი. მაცივია ეს. მართლა ძალიან ცივია. საწუხაროდ წყალი ძალიან ცივია, დაახლოებით 1 გრადუსი იქნება და ვერ შევართ, იმიტომ რომ დასასრულები ვართ, ეხლა თუ აქ გავცივეთ ფიქრად წელი მტივა. ძალიან მინდოდა შესვლა, მაგრამ ეგეთი გიჟი არა ვარ, ეხლა ამბეყე მოწყალში ჩავიდე. ადრე თქვენთანაც შენელდა? ფეხი გამეჭრა. მეგობრებო, რა ვქნა მეტი 3000 მეტრი სიმაღლეზე გაყინულ ტბაში. ვიბანავთ. ერთი ლაიქის დაჭერა და ერთი საბსკრაიბის დაჭერა უნდა და всё. მეტი мотиваცია მე არ მჭირდება. ეხლა ისე ვარ სირბილი ჩავალაკი. ტბაში ბანაობის შემდეგ ამ ადგილას დიდხანს აღარ დავრჩენილ ვართ. გეზი ჩვენი მესამე და ბოლო დანიშნულების ადგილისკენ. სოფელი შენაქოსაკენ ავიღეთ. თუმცა იქამდე ძალიან დიდი მანძილი იყო ფეხით სავალი. ჩამოსვლა ბევრად მარტივია. უკვე საკმაოდ მანძილი გამოვიდეს და არც კი დაგვისვენ. მაგრამ გუშინ დაელდგა რომ ახსენდება მენანება. წეგან ერთი ხროვა ის დავენახეთ. ჯოგი, ცხენები. მოკლედ კარგია რა. ახლა ჩავალ სოფელ შენაქოში, იქაც გადავიღებ. და მე რომ ნახოთ რა იქნება. საბოლოო ჯამში მაინც გზააგვერია. არა რა ბედნიერები ვიყავთ. არ ვიცი სხვა გავნა ჩამოთვლილი ყავით სოფელ ომალოსთან, მაგრამ ეს ომალო კიდე ამთის იქით არის და ეს მთა გვაქვს ასასვლელი, ასავლელი ახლა. ცოტა არ იყოს და რაკში. აქედან ქვევით ჩავალ და მე იქით გავუყვები. ჩავა, იმედია მანქანა გამოვიგდეს და ავტოსტოპზე წაგვიყვანს ვინმე, თორე შანსი არ არის. წამოვალ თბილისში. აი ეს ნავიარებს ხა. და ამის იქით კიდია კარგი სავალი და მე მივალ ფორმალოსთან. თოშეთში ვით ჩამოგვიყვანა. იმ მანქანაში დაგვრჩა სნეკების პარკი და ჩუსტები რა ჩემი. და ეხლა აქ ვდგევართ, წვიდან ჩამოვედით და მანქანას ველოდებით რომ ვიდან აგვიყვანოს უკან ნომალოში და გამოიარეს იმათთან და ჩემი ჩუსტები და სნეკები დამებრუნდა, ანუ რაღაც არსებობს მართლა, ხო? და თქვენ კიდევ ვარ იყვიროთ, რა ვიცი, აბა ხო ხედავთ ვიდეოს წერ. ანუ ბედი არ გინდა? ჩემი ჩუსტები და ჩვენი ჩუსტები. საბედნიეროდ ავტოსტოპზე დიდხანს ლოდინი არ მოგვიწია, რადგან ამ კარგმა კაცმა წაგვიყვანა და სოფელ შენაქოს პილიკამდე მიგვიყვანა. ომალოსა და შენაქოს შორის დამაკავშირებელი ხიდი ძალიან ძველებური და ავთენტურია. მაღალია სხვათა შორის და უზარმაზარი მორებით არის გაკეთებული. თუ შეგ ძალიან უყვარს მარტივი ცხოვრება და რაში გამოვიხატება. სახლები აშენებულია ესე ქვა-ქვაზე დევს უბრალოდ ძველებური სახლები. რა შეეხება ხიდებს? ამას უყურე. ანუ ყველა მორი, ყველა ხე ესე უბრალოდ დევს ერთმანეთს.
რაღაცა რომ მოვიდეს და გადაყაროს დაანჩეულებრივად რა. ახლა აღარ იქნება. რომ ცოდნოდა რომ ამდენი სავალი მიწევდა დავფიქრებოდი ოღონდ მართლა წამოსულიყავით თუ არა. ანუ არ გაგვიმართლა რა. მთელი დღეა დავდივართ. რაც ჩამოვიდე თუშეთში ხო დავდივართ. ავტოსტრადებზე გვიმართლებს, მაგრამ ფეხით სავალია. კი ძალიან ლამაზია. მართლა ძალიან ლამაზია, მდინარეც მოდის, ფიჭვები, ტყეები, ცხოველები, ტყის-ცხოველები, მაგრამ აგი რა, ხო შეიძლება. მოკლედ იმედია ღირს ჩვენ აქ ვამათ. და იმედია ლამაზი მაინც იქნება. ასეთი ავტოსტოპი თუ გქონიათ, მეგობრებო. და ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად არის. აია მეგობრებო, ავტოსტოპით უნდა იაროთ, აბა რა უნდა. ისე რესკტორმზე შეიძლება წინ გადავარდე და დავდე. მე ხელი უნდა გადავიღოს. ეს უნდა გადავიღო ყველაფერი. ეს ვარგი შედის. აუ რა ლამაზია, მოედით. რა ლამაზია. სიყვარულის დროა. და მე გადავცურავ ზღვას. აი ძმაო, adventures ესე უნდა. არ ვიცი, რამდენიმე უნდა გადავხვდეს დღეში. უკვე ტვინი ვეღარ იტევს. და ეს ყველაფერი მგონია ჩვეულებრივი მოვლენა. აუ იმედია ხმა ისმის GoPro-ში. მოვედით, აქედან უკვე დრონით გავაგრძელოთ მოღვაწეობა. მეც აქ მავშავდი ხოლმილი შენ ძახვალ დამაზე წავალი სვარდი დაჭკნება ყოილი ალბათ ნახეთ როგორი ექსტრავაგანტული გზით ამოვედით სოფელ შენაქომდე არ ვიცი ეგ არის ავტოსტოპის ხიბლი რომ არ იცი რა გადაგხდება რო გითხრათ გასართობია და რაღაცა ისეთი გაერთობი თუ ეგეთი არ არის რა არ ვარ მოგატყოთ და პირდაპირ რო ვიყო არის ისტორიული სახლები ძველებური სახლები არის. ფიქრობ ადამიანი ერთხელ მაინც უნდა იყოს ცხოვრებაში ნამყოფი და უნდა ნახოს, იმიტომ რომ მაინც რაღაც ჩვენი კულტურაა და ასე თუ ისე ხალხი არის ძალიან პატიოსანი, გეხმარებიან, რჩევებს გაძლევენ, თან მოყვებიან, წყლის ასავსებას ამყევით ხო და მეორე სოფელში გამყარო წყალიანობს. რაც შეეხება ფასებს თუშეთში, ფასები არის ძალიან ძვირი, იმიტომ რომ ალბათ მიხვდებით რომ მიუვალი ადგილია და რამხელა ფართობი უჭირავს. შესაბამისად ფასები ძვირია, სასტუმროს ფასები სიმართლე გითხრათ არ ვიცი, შეგიძლიათ ბუქინგზე ნახოთ, მაგრამ საკვების რაც შეეხება ძირითადად არ არის, თუ ამოხვალთ, თქვენით უნდა წამოიღოთ. მაღაზია ერთი ვნახეთ სოფელ ომალოში და საგრძნობლად ძვირი ფასები იყო, აი სამმაგი ფასები იყო დაახლოებით. პური ღირდა რაღაც 4 ლარი და რაღაც პერიანიკი 8 ლარი და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება და აუცილებელი რჩევა იქნება რომ წამოიღოთ საკვები, აუცილებელი ნივთები რო აკიდო არ მოგიწიოთ რამის და საწვავი კიდე ხო, საწვავიც ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც ჩემი შენაქო. ბავშვებო, რებს ყიდით? მართლა? თუშეთზე რამე გააქვთ? თუშეთზე? ხოლე იქნება. ეს რა? რაღის. 3-2 ლარი. მართლა? კიდე რა გაქვთ, აბა ნახატებისა და? აი ეს ნახატების ეკლესიის კიდე 4 ლარი. ერთს ამას ავიღებ თუ შეიძლება? და ერთს ამას, სულ რამდენი იქნება? ასე დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა თუშეთში. მარტივი სულაც არ ყოფილა, მაგრამ არ შეუძლებელი იყო. ბევრი რამ გადაგხვდა. დაღლილობა, იმედგაცრუება, უამრავი სარისკო მომენტი, სიცივე და შიმშილიც. თუმცა ეს ვერ შეედრება იმ დადებით ემოციებს, რაც აქ ყოფნის დროს განვიცადეთ. მაგალითად, შევიგრძენით როგორია თავისუფლების განცდა, სტუმრისადმი პატივისცემა. ნახეთ, რა მრავალფეროვანი და ლამაზი შეიძლება იყოს საქართველოს ბუნება. როგორ გვიმართლებდა ფეხის ყოველ ნაბიჯზე და ყველაზე მთავარი, დაორწმუნდით იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია. თავარია დაიწყო მოძრაობა იმ მიზნისკენ, რაც გულით გსურს. არ გაჩერდე და წარმატება გარდაუვალია. აბა რა უნდა უთხრათ მაყურებელს? გამოიწერეთ ზუკას არხი.